აი, მზად ვართ? მოგესალმებით. უკვე 3 დღე გავიდა, მე-3 დღე დაიწყო იმის შემდეგ, რაც ბატონმა მერაბიშვილმა ღია პროცესზე განაცხადა იმის შესახებ, რომ მის მიმართ განხორციელდა უკანონო ქმედებები, კერძოდ რაც გამოიხატა იმაში, რომ იგი ღამის საათებში, პარასკევს, ღამეს, შაბათს, გამთენიისას გაყვანილი იქნა სასჯელი აღსრულების ნომერ 9 დაწესებულებიდან, შეხვდა იგი მთავარ პროკურორს, სადაც იყო მის მიმართ მუქარა შანტაჟი, რაზეც ჩვენ გქონდა ბუნებრივი რეაქცია და მოვითხოვეთ გამოძიების დაწყება. სამწუხაროდ საერთოდ არათუ გამოძიება დაიწყეს, არამედ ჩვენ მოვისმინეთ ცინიკური დამოკიდებულებები და განცხადებები, რომ ასეთ აბსურდზე გამოძიებას არ დაიწყებენ. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ სასჯელი აღსრულების მინისტრის განცხადება, რომ თურმე არ აპირებს გამოძიების დაწყებას. ჩვენ მოვითხოვეთ იმ ვიდეო ფილების გადმოცემა, რომელიც არსებობს სასჯელი აღსრულების ამ დაწესებულებაში, არსებობს დეპარტამენტში. სამწუხაროდ დღემდე პასუხი არ მიგვიღია. თან უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ აღნიშნული დაწესებულებიდან ბატონი მერაბიშვილის გაყვანა მოხდა 1 კვირის წინ, განცხადება გაკეთდა 3 დღის წინ. იცით, რომ შაბათ-კვირა დაემთხვა და ბუნებრივია ვერ მოახერხებდა უფრო მალე ამ განცხადების გაკეთებას და დღეს ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც ჩვენ უბრალოდ ვიღებთ პასუხად იმას, რომ აშკარად ღია განცხადება, რომელიც პირდაპირ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ვეუბნებიან, რომ ამაზე გამოძიებას არ ჩაატარებენ. ეს კიდევ ერთი მაგალითია და დადასტურება იმისი, თუ როგორ უდგება ბატონ მერაბიშვილის სისხლის სამართლებრივ საქმეებს მთავარი პროკურატურა და ზოგადად ხელისუფლება. ჯობია რომ გააკეთო შოთა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ კი ბატონო ჩაყენებულია. ჩვენ ამ დღეებში სისტემატიურად ხვდებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხვდებით საერთაშორისო ორგანიზაციებს და მაქსიმალურად შევეცდებით ყველას მივაწვდინოთ ხმა, ყველას აუხსნათ რეალურად რა მოხდა. ჩვენი მოთხოვნა არის ძალიან მარტივი. დაიწყოს გამოძიება. არის ლეგიტიმური კითხვები, ხო? თუ არ მოხდა, დაიწყონ გამოძიება და გითხრან, რომ არ მოხდა და ფაქტებით გითხრან, რომ არ მოხდა. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს მოხდა, ჩადენილია დანაშაული და ვითხოვთ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას. აქ რამე არაბუნებრივი არ არის. ეს არის ძალიან მარტივი, ჩვეულებრივ ნებისმიერ დანაშაულის შემცველი განცხადების არსებობის შემთხვევაში ვალდებულია საგამოძიებო ორგანოები, რომ დაიწყოს გამოძიება. ანუ მე ას ვალდებულებაც კი აქვს. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ნახეთ, როგორც ეგან აღნიშნე, ღია განცხადება თავად მერაბიშვილის. ჩვენ გავაკეთეთ ცალკე განცხადებები, გაკეთდა უამრავი სხვა განცხადება პოლიტიკოსების მხრიდან და ვითხოვთ ძალიან მარტივ რამეს. დაიწყეთ გამოძიება და თუ არ დადასტურდება ბატონ მერაბიშვილს ამის გამო, მაშინ ბრალი დაუმძიმდება. ეს ხომ არ არის ჩვეულებრივი, აქ ამ შემთხვევაში იქნება ცუდასმენა, მაგრამ ჩვენ გვამბობთ, რომ ეს არ არის ცუდასმენა, ეს არის რეალური ფაქტი და გამოიძიეთ და დამნაშავეები დასაჯეთ. და ამ შემთხვევაში ვინაიდან საკუთში და თავარი პროკურორი როგორ მიიჩნევს ჩვენ ვინ უნდა გამოიწვიოს და იქნებ ფაქტს უცხოებთან თუ დაუშვათ მოდით, აქ საქმე უფრო რთულად არის კიდევ. არ აქვს მნიშვნელობა პროკურატურა დაიწყებს გამოძიებას თუ დაიწყებს სხვა რომელიმე საგამოძიებო ორგანო. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით ნებისმიერ საგამოძიებო პროცედურას პროცესუალურ ხელმძღვანელობას უწევს მთავარი პროკურატურა. ანუ საბოლოო ჯამში ვერტიკალით მივდივართ ისევ იქ, რომ გამოძიება რომელმა უწყებამაც არ უნდა აწარმოოს, მისი პროცესუალური ზედამხედველი მაინც იქნება პროკურატურა. ბუნებრივია, აქ კიდევ ჩნდება ცალკე კითხვები, რამდენად იქნება ობიექტურად გამოძიებული, თუ კი დაიწყება გამოძიება. მაგრამ სანამ მივალთ იქამდე, რომ დავსვათ კითხვის ნიშნები, რომ ობიექტურად მიმდინარეობს თუ არ მიმდინარეობს გამოძიება, ჩვენ ვიღებთ სურათს, საერთოდ რო არ იწყებენ გამოძიებას. აქ ამაზეა საუბარო. ერთი რომ ბუნებრივია, არ იქნება ნდობა იმ გამოძიების მიმართ, თუ კი ამას ჩაატარებს პროკურატურა და მისი ზედამხედველი იქნება მთავარი პროკურორი, მაგრამ მეორეა, საერთოდ არ იწყებენ. ბუნებრივია არსებობს შესაძლო ვარიანტები, როდესაც შეიძლება მოხდეს საპარლამენტო კომისიის შექმნა, არსებობს ისეთი შემთხვევა, როდესაც შეიძლება შეიქმნას საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე უცხოელი ექსპერტები, რაც გამორიცხავს ბუნებრივია უკვე რაიმე სახის სხვა მხრივ ჩარევას და იქ მტკიცებულებების განადგურებას. ჩვენ მოვისმინეთ, ალბათ გახსოვთ, ბაჩან ახალაიასთან დაკავშირებით, როდესაც იყო რაღაც სკანდალი, სოზარ სუბარმა გააკეთა მაშინ განცხადება და გითხრა საზოგადოებას გაუცხადა, რომ 10 დღე ინახება ვიდეო ფილებზე ჩანაწერი.
გუშინდელ განცხადებაში მას აღარ ახსოვდა რამდენი დღე ინახება ვიდეო ფირებზე ჩანაწერი. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისი, მე არ გამოვრიცხავ, ჩვენ მივიღოთ რაღაც მომენტში ისეთი სიტუაცია, როდესაც აღმოჩნდება, რომ უბრალოდ წაიშალა ფირები, უბრალოდ არ ინახება თურმე ამდენი ხანი, ამიტომ რა ჩვენ ძალიან ინტენსიურად ყოველ დღე ვაკეთებთ რამოდენიმე განცხადებას, რომ მე არ იყოს ისეთი შემთხვევა, რომ იცით რა, დაგვიანდა, გვიან დაიწყო და ამის გამო ჩვენ აღარ აგვაქვს რამე მასალა. მოდით გეტყვით, მაშინ ვიდეო კამერები არ არის მხოლოდ დერეფანებში დამონტაჟებული და არ არის მხოლოდ სასჯელახსრულების ამ დაწესებულების გარე პერიმეტრში. მუდმივი დაკვირვება მიმდინარეობს თავად ბატონ მერაბაშვილის საკანში. ბუნებრივია მისი თანხმობის შემთხვევაში ჩვენ ვითხოვთ ამას უკვე დღეს და თავად მერაბაშვილი მიმართავს, რომ გადმოგვეცეს მის ოთახში მიმდინარე ჩანაწერი. ბუნებრივია ამაზე უარს ვერ გვეტყვენ, იმიტომ რომ ეს არის მის საკანში არსებული კამერა, რომელიც აკვირდება მუდმივ რეჟიმში, უწყვეტ რეჟიმში. ნახოთ, რას მივიღებთ. მე ამ გარემოებებიდან რაც ახლა ვისაუბრე, ნაკლებად მჯერა უკვე, რომ ჩვენ ვინმე რაიმე სახით ფირი გადმოგწეს, მაგრამ ჩვენ მოვიტყოთ მუდმივ რეჟიმში. და ბუნებრივია უნდა მოითხოვოს ეს სახალხო დამცველმა, ბუნებრივია უნდა მოითხოვოს ეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ნუ ვიქნებით მხოლოდ კონცენტრირებული სასჯელახსრულების დაწესებულებაში არსებულ კამერებთან. მოგეხსენებათ, საკმაო მანძილია ამ დაწესებულებიდან იმ დაწესებულებამდე, რაზეც საუბრობდა ბატონი მერაბაშვილი, სავარაუდოდ იგი იმყოფებოდა სასჯელახსრულების დეპარტამენტში, შესაბამისად შესაძლებელია იმ დროის პერიოდში ამოღებული იქნეს ქუჩაში არსებული და კერძო დაწესებულებებზე არსებული ვიდეო ჩანაწერებიც. გადმოვიდეს, რა. გამოძიების დაწყება ამ შემთხვევაში არის ტექნიკური იურიდიული საკითხი. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ არსებობს ფირები, არსებობს 15-მდე კამერა, რომელმაც გადაიღო ეს მომენტი, ეს სიტუაცია. ბატონი მერაბაშვილი ასახელებს ზუსტ დროს, ასახელებს ძალიან მცირე დეტალებს და გამოძიების დაწყება არის ერთი საგამოძიებო აღრიცხვის ბარათის შევსება, ერთადერთი დოკუმენტია ხელმოსაწერი, არანაირი რთული პროცედურები გასავლელი არ არის. შემდგომ უნდა ამოიღონ კამერის ჩანაწერები, რომელსაც სჭირდება დაახლოებით 15 წუთი. ის რომ ჩვენ უკვე 3 დღის განმავლობაში ვისმენთ განცხადებებს, რომ არც გამოძიებას დავიწყებთ და არც ფირების გადაცემას არ ვაპირებთ, ტყუილია, მაგრამ ჩვენ ეხა თავის მართლებას არ ვაპირებთ, ეს უკვე ცხადყოფს ხელისუფლების განზრახვას. ეხლა რაც შეეხება საერთაშორისო საკითხებს, ბატონი მერაბაშვილის განცხადებაში თუ გახსოვთ, მან ხაზი გაუსვა მთავარი პროკურორის მუქარას, რომ იმ შემთხვევაში თუ მერაბაშვილი არ დათანხმდებოდა რაღაც აბსურდულ პირობებზე, მას გაუარესდებოდა სასჯელახსრულების დაწესებულებაში ფიზიკური მდგომარეობა. ეს შეიცავს არაადამიანური მოპყრობის მუქარის ნიშნებს, რაც არის ევროკონვენციის მესამე მუხლის დარღვევა და სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ მიიღოს ყველა ზომა, რათა დაადგინოს მართლა ქონდა თუ არა მთავარი პროკურორის მხრიდან ამ ტიპის მუქარას ადგილი პატიმრისადმი. ამიტომ ჩვენ ყველა ზომას მივიღებთ, რომ შევკრიბოთ მასალები ქვეყნის შიგნით და თუ საჭირო გახდება, თუ ხელისუფლება ამ ყველაფერს რეაგირების გარეშე დატოვებს, პირველეს ყოვლისა, თავარი ტესტი არის ფირების გადმოცემა, დაუყოვნებლივ და თითოეული ახალი დღე, რომელიც თენდება პარასკევის შემდგომ, არის გაჭიანურება გამოძიების, არის შეგნებულად მტკიცებულებების გაყალბებისკენ საქმის წაყვანა და ამის ლეგიტიმური საფუძველი გვაქვს, რომ ესე ჩვენ გამოვთქვათ. Yeah. კანონი ამბობს, რომ აქ არის ჩვენ გვაქვს ძალიან უცნაური ვითარება, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი და პარლამენტის წევრი ქალტონი ხიდაშელი ამბობენ, რომ
გამოძიება უნდა დაიწყოს და მეორე მხრივ გვაქვს ვთქვათ პრემიერ-მინისტრი, სასჯელახსრულების მინისტრი და სხვა პირები, რომლებიც ამბობენ, რომ ამაზე გამოძიების დაწყება არის აბსურდი. კანონმდებლობის მიხედვით ინფორმაცია დანაშაულის შესახებ არის გამოძიების დაწყების საფუძველი და ამგვარი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში შესაბამისი უწყებები, ვისაც აქვს საგამოძიებო ქვემდებარეობა, ვალდებულები არიან ხაზს უსვამ. ეს არის მათი ვალდებულება და არა უფლებამოსილება. პროკურატურას აქვს თქვა დისკრეციული უფლებამოსილება დაიწყოს ან არ დაიწყოს დევნა პირის მიმართ. მაგრამ გამოძიებას ეს არ ეხება. გამოძიება ყველა შემთხვევაში უნდა დაიწყოს და თუ კი შემდგომ დადგინდა, რომ მათ ჰქონდათ გამოძიების დაწყების ყველა საფუძველი, მაგრამ იმის გამო, რომ პოლიტიკური მოსაზრებით და ეხემძღვანელად და ამიტომ დაარღვიეს კანონის ეს მოთხოვნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის. მაშინ ბუნებრივია აქ დადგება საკითხი, რომელიც ეხება სამსახურებრივ გულგრილობას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და სხვა დარღვევებს. ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ყველა ზომას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომელიც უკავშირდება ამ საქმის ადეკვატურ გამოძიებას, არაადამიანური მოპყრობის მუქარეს შემთხვევაში სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას და რა თქმა უნდა ბატონი მერაბიშვილის უკანონო დაკავებას, მის უკანონო პატიმრობას და სამართლიანი სასამართლოს უფლების საკითხებს. არაფრის? პირველ რიგში ნებომოწი დავიწყოთ, რომ მადლობა გადაუხადო არასამთავრობო ორგანიზაციებს, გუშინ ყველა მსხვილმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გააკეთა განცხადება და მოითხოვა გამოძიების დაწყება. მე მესმის, რომ მან შეიძლება განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდეს ბატონ მერაბიშვილის ნაციონალური დრო-ის მიმართ, მაგრამ ამისთან მიუხედავად ისინი ეთხოვენ იმას, რაც კანონით მიხედვით უნდა დაიწყოს. ასე მინდა მადლობა მოუხდო საქართველოს ქართულ პრესას. მე მესმის, რომ მართლა შეიძლება არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდეს ცალკეული პოლიტიკოსების მიმართ, მაგრამ ქართული პრესა მე ვფიქრობ, რომ დაიჭირა ძალიან სწორი პოზიცია და მიუხედავად მათ პოლიტიკური სიმპათიებისა, ისინი სისტემატურად და რეგულარულად ასრულებენ ამ საკითხს და ისინი მადლობას იმსახურებენ. კიდევ ერთ რამ მინდა ვთქვა, რომ რახან მთავრობა არ ატარებს გამოძიებას, ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია პირად წვლილი შეიტანოს ამ საუკუნის საქმის გახსნაში. იქ არის რამდენიმე ათეული კამერა გზაზე, რომელიც გზაზე ან საშინაოსნობის დეპარტამენტსა და ციხეს შორის, გენერალურ პროკურატურასა და საშინაოსნობის დეპარტამენტს შორის. ეს ათეულობით კამერა არ არის ყველა სახელმწიფო, ის ეკუთვნის ზოგი ლომბარდს, ზოგი ბანკს, ზოგი ბენზინგასამართ სადგურს და ნებისმიერ თქვენგანი, რომელიც შემთხვევით მაინც ამოიღებს ამ კამერას, რომელზეც ჩანს და მანქანების გადაადგილება და დრო ყველა ვიცით, უბრალოდ გახსნის მართლა საუკუნის საქმეს და მინდა ყველას მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად დაინტერესდნენ ამ საქმეს. ეს ისეთ შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან გაშვებაც ალბათ არ ღირს. და მესამე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო განსაკუთრებით დიპლომატიურ კორპუსს. დიპლომატიური მანქანა ხშირად არის ნელი და მოუქნელი, მაგრამ როცა ის იძვრება, ის აღარ ჩერდება, ეს მანქანა დაიძრა და დარწმუნებული ვარ, რომ ის შედეგი, რომელიც კანონმდებლობის თანახმად უნდა დადგეს და მე არ მინდა ამ შედეგის პროგნოზირება, გამოძიება უნდა დაიწყოს სარანდის მიყვანს, ვინც დამნაშავეა ის დაისაჯოს. ეს მანქანა ჩაერთო და მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი მუშაობა, მისი ზეწოლა მოვიტანს იმ შედეგს, რომელიც პოლიტიკური სიმპათია ანტიპათიების მიუხედავად ჩვენ ყველას მინდა რომ დადგეს, რომ დაიწყოს ობიექტური, მიუგერძვებელი, სწრაფი და ეფექტური გამოძიება და მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაიდოს ამ გამოძიების შედეგები, რომელთა სანდოობა წებს არ გამოიწვევს. ხო. ვაიმე. ჩვენი ბრალი არ არის. არ ვერჩით ბატონო. ვიცი ხა. ვის გამოძიების დაწყების? გამოძიების დაწყების უფრო როგორ არის? ხო.
რა პრობლემაა? ეს არის რომ დაუკრძალავს, რა ის სად არის აკრძალ? რომელი კანონმდებლობით? მიგვითითოს რომელი კანონმდებლობით? ეხლა ჩვენ უნდა ვიმარჩიელოთ რა კანონზე ალაპარაკობს ეხლა სოზარდე. სოზარს უნდა ვკითხოთ. თუ როცა ამბობს რომ კანონმდებლობა მიგრძალავს, რომელი კანონის რომელი მუხლით იგრძალავს? ხო და ჩვენ მაშინ მე ვამბობ რა. მაშინ მე გეუბნები. ეს რამე არ არის. ეხება და მერაბიშვილი ითხოვს თვითონ ამ მასალებს, ხო? აქ რომ მერაბიშვილი ითხოვდეს რომ მომეცით ვიღაცა არ ვიცი, გიორგაძის ან დავითაშვილის გადაადგილებით ჩანაწერი, მაშინ სხვა საკითხია. მერაბიშვილი ამბობს, რომ მე რო გამიყვანეს ამის შესახებ ჩანაწერი მომეცით, ხო? ჩემი საკუთარი კანონი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101 მუხლია, ხო? მუხლი შეიძლება ზუსტად არ მახსოვდეს, მაგრამ მე ასე ან 101 მუხლია, ზუსტად არ მახსოვს. მე მივხვდი რაც მეუბნებით რა. აქ არის ერთი რამე, ეს უნდა გავუმიჯნოთ რა ერთმანეთსგან. არის ერთი რომ ამბობს რომ რაღაცა უსაფრთხოების სხვა არეალ საკვირდება სასჯელ ახსნებაში რამოდენიმე კამერა, მაგრამ ჩვენ ვამბობთ ძალიან მარტივ რამეს. გასაგებია გამოძიებამ უნდა ამოიღოს, მაგრამ ეხლა ისეთი რამე არ უნდა შექმნან რომ გამოძიებას არ უიწყებ და რა ვქნა ფირებს ვერ ამოიღებთ, ხო? ნუ ეს ერთმანეთს გამორიცხავს მაშინ რა. თუ ამას არ გააკეთებ, იმას ვერასოდეს ვერ ვნახავთ, ამას გვთავაზობს, მაგრამ მოდი მაშინ მე სხვა რამეს ვიტყვი. რა უყოთ იმ ჩანაწერს, რომელიც მის საკანშია, რომელიც მხოლოდ მერაბიშვილს ეხება. ამის გამოქვეყნებაზე ხომ მოითხოვა თავად მერაბიშვილმა რომ ამოიღეთ და ანახეთ საზოგადოებას. აქ რა შუაშია გამოძიება? საერთოდ რა შუაშია? საზოგადოებისთვის ნახევამდე ჩვენ მაინც გადმოგცემ მის ადვოკატებს. კაი, არ გამოგვატანონ. ხო არის ეს კითხვის ნიშნებია რა. მიგვიყვანო, დაგვიძახონ და დავხსნან და გვანახონ. აგერ აქ ეს ხდება, აქ ეს ხდება. მაგრამ ამას ვერ გააკეთებენ, იმიტომ რომ რეალურად იქ სხვა რამეა, ხო? ეხლა არის ეს მომენტი, ან უნდა გააყალბონ, ან უნდა გითხრან რომ არ არსებობს. ძალიან მარტივია რა. აი ძალიან მარტივია. ცალსახად შეგვიძლია გითხრათ რომ ყველა შემთხვევაში წარმოუდგენელია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარე ჩანაწერის თუ გაწყდა სადღაც კადრი და მერე გაგრძელდა ამაზე მარტივი არაფერი არ არის ხო ეს არის ძალიან მარტივი საექსპერტო პროკურატურა ამ გამოძიების დაწყებაზე უარის თქმით დაადგინა ის რაც გამოძიებას უნდა დაედგინა ჩემი შეფასება ესეთია ხა დანარჩენი ყველამ თავისი დასკვნა გააკეთეს რა სტრასბურგი გამოძიებას ვერ დაიწყეს სტრასბურგის სასამართლოს ანუ სახელმწიფო როდესაც არასრულებს პოზიტიურ ვალდებულებას განსაკუთრებით არაადამიანი მოპყრობის ნაწილში არის განსაკუთრებით კაცრი სტრასბურგის სასამართლო უნებრივია ჩვენ მოვითხოვთ რომ დარღვევა დადგინდეს რომ სახელმწიფო არ იძიებს და ამას აკეთებს ძალიან როგორ გითხრათ კაფიო აფიქსირებს ამ პოზიციას რომ არ აპირებს არანაირად ამ განცხადების გამოძიებას რა თქმა უნდა უნებრივია არ გვეყოფა? ხო